Alberto, რომელი პროვინცია საუკეთესო ემიგრაციისთვის კანადაში? საუკეთესო პროვინციები ახალ ჩამოსულ ემიგრანტებისთვის არის ატლანტიკური პროვინციები, რომელიც მდებარეობს კანადის აღმოსავლეთით. ეს არის ნოვა სკოშია, ჰალიფაქსი, ეს არის ნიუ ბრუნსვიკი, ეს არის პრინც ედვარდ აილენდი და ეს არის განსაკუთრებით ყველაზე მაგარია ნიუფაუნდლენდ ლაბრადორი. ნებისმიერი საემიგრაციო იურისტი დამეთანხმება, რომ ყველაზე მარტივად საბუთები კეთდება ნიუფაუნდლენდ ლაბრადორში. ეგ რომ ცოდნა მე თავის დროზე დღეს ალბერტაში არ ვიცხოვრობდი უკვე მონრეალში ან ტორონტოში ან ვანკუვერში და უკვე საბუთები მექნებოდა მზად. დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება მაგ ატლანტიკურ პროვინციებში, რომ ნებისმიერი საბუთი გააკეთო. სხვა პროვინციებში, როგორიცაა კვებეკი, ბრიტიშ კოლუმბია, ონტარიო, შეიძლება 3, 4, 5 წელიც კი გაიწევს. მე ვიცნობ ხალხს წლობით ელოდებიან საბუთებს და არანაირი შედეგი არ არის. უბრალოდ ვიზას აგრძელებენ. ატლანტიკური პროვინციები აუცილებლად. სხვაგან არც იფიქროთ არავინ წასვლა. მით უმეტეს არანაირი მონრეალი, ტორონტო, ვანკუვერი, მან საერთოდ ვერ გააკეთებთ ვერაფერს. ყველაზე მაგარი არის ნიუფაუნდლენდ ლაბრადორი. 6 თვეში, 8 თვეში კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი.